სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. ჩვენ 59 ნაწილი დავიწყეთ, რომელიც 2012 წლის 30 სექტემბერს იქნა ჩაწერილი. შემდეგი კითხვა ძალიან საინტერესოა და მე ესე დავასათაურე, როგორ გავხდე უკეთესი მამაკაცი და ჩემი ოჯახის სულიერი ლიდერი. იცით, ერთ-ერთი აღმოჩენა ჩემი როდესაც მე ქრისტიანობას ესე გავეცანი, რომელსაც ქვია, შეიძლება თქვას, ამერიკული ქრისტიანობა განსაკუთრებულად ევანგელისტური ბიბლიაზე დაყრდნობილი ქრისტიანობა, ჩემთვის აღმოჩენა იყო, რომ შეიძლება შენ იყო ქრისტიანი და იყო ძალიან ძლიერი პიროვნებაც. ეხლა შეიძლება ბევრმა თქვას, რომ ეხლა მართლმადიდებლობაშიც არიან ისეთი ვაჟკაცი ბერები და ვაჟკაცი დაუშვათ მღვდლებიც, ხომ? და უტყუარად ესეა. კათოლიკურ სივრცეში უფრო ნაკლებია ესეთი პიროვნებები, მაგრამ ამავე დროს ჩვენ უნდა ვნახოთ, რომ ესენი უფრო არიან ნაციონალური და რაღაცა სამშობლოს რელიგიის მოთაყვანეები, ვიდრე ჭეშმარიტი ქრისტიანები. ლაპარაკია ქრისტიანი ქრისტეს გაგებით, ქრისტეს მიმდევრობით. და როდესაც ჩვენ ხვდებით ამას მართლმადიდებლობაში, შეიძლება უკვე იქ ნახოთ ადამიანები, რომლებიც გახლეჩილები არიან, უსუსურები არიან, მაგალითად ისეთი მღვდელი, როგორიც დათა თუთაშხიაშია, ხო გასუთ კიკუსთან, ან კიდევ გამოყვანილი ყავს მამა სერგი დოსტოევსკის. ან კიდე ჩვენთანაც ხომ გინახიათ ესეთი მღვდლები, რომლებსაც გაგიჭირდებათ რომ იბაცოთ, რომ მათ მამაკაცური ძალიან ნაკლები აქვთ. რა ეხლა რომ პიროვნებები წამოვიდნენ ჩვენთან, ესენი უფრო კრიმინალები არიან და შესულები არიან იქ რაღაცა სამშობლოს დასაცავად, ქართული რაღაცა ღირებულების დასაცავად, მაგრამ მე ლაპარაკია იმაზე, რასაც ქრისტე გვეუბნება და როცა იწყებენ ისინი მიბაძვას, მათ არასწორად აქვთ ეს დოქტრინა შემუშავებული. მაგალითად, როდესაც ერთ ლოყაში გაგაწნავენ, მეორე უნდა შეუშვირო. და როდესაც ამას აკეთებენ ისინი, ხო, ისინი ძალიან დარწმუნებულები არ არიან, რომ სწორეს აკეთებენ. მაგრამ როდესაც საქმე მიდგება თვითონ ბიბლიაზე, ხო გითხარით ამერიკაში, როცა მოვისმენი ადამიანები, თუნდაც ჯონ მაკარტური რო ავიღოთ, ხო? მე დავინახე, რომ ის ძალიან ძლიერი მამაკაციც იყო. ასევე სხვაებიც. ჩაკ სვინდელი შემიძლია მე დაგისახელო და ძალიან ბევრი მე ვიცი ხვდა. ეხლა მით უმეტეს ახალგაზრდები ძალიან ისეთი მამაკაცურები მოდიან და ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. როცა შენ სწორედ გაგებული, თუ ვინ არის იესო ქრისტეს პიროვნება, რომ ის არის 100% ყველაზე მისაბაძი მამაკაცი, ხო? რა თქმა უნდა, უკვე ყველაფერი ლაგდება, მაგრამ როცა შენ არასწორი გაგება გაქვს, როგორც ღმერთზე, ასევე მის ძეზე, სულიწმინდაზე, ასევე მის მითითებებზე, მის მცნებებზე, რომელიც მოგვაწოდა, ხო? შენ არეული გაქვს და ყალიბდები შეიძლება ცოტა არ იყოს ან მალაკოსად, ან ცვედანად, ან გაუგებარია შენთვის ბევრი რაღაცეები. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თქვენ უნდა დაელაპარაკოთ იმ ადამიანებს, ვინც თქვენ მიგაჩნიათ, ხო, თქვენი მამაობი, მღვდლები, ბერები და გაარკვიოთ თუ რას ქადაგებენ ისინი და რა არის მათი ქრისტიანობა. და როდესაც თქვენ მოხვალთ წაიკითხავთ ბიბლიაში, ვიხვდებით, რომ ესენი ახლა იმას არ ქადაგებენ, რასაც პავლე ქადაგებდა. ასევე პავლე მოციქული, პეტრე, ესენი ყველანი ძლიერი მამაკაცები იყვნენ. ახლა ვლაპარაკობ ძველი აღთქმის გმირებზე, რომლებიც ღმერთთან დადიოდნენ. იმიტომ მარტო ხმალის ქნება და მარტო თუნდაც აი პეტრე რასაც ცდილობს გახსოვთ ხო იესოსთან მიმართებაში და ნახეთ როგორ განსხვავდება ქრისტიანობა ერთ-ერთ ნიუანსში მუჰამედთან მიმართებაში, ისლამთან მიმართებაში, როდესაც დაატყვევებენ იესო ქრისტეს. გახსოვთ რა შეუნება ის პეტრეს, ხო, რომელმაც გამოიჩინა, ესე თქვათ, ეს ადამიანური რაღაცა ვაჟკაცობა. და როგორ ხვდება ის ამას, ასევე სტეფანე. ნახეთ ქრისტე განსხვავებულად მუჰამედისა, ნახეთ ეუნება რომ არა. ძალადობა არ არის საჭირო, არ არის პირადული შურისძიება საჭირო. და ნახეთ როგორ ბარდება ის მორჩილად და ეს ძალიან ძლიერ გამბედაობას ითხოვს. ესე იყვნენ ძალიან ბევრი ქრისტიანები. როცა ჩვენ ხედავთ, რომ თუნდაც ისლამში და თუნდაც მართლმადიდებლობაში მათ სხვა გაგება აქვთ მორჩილებასთან და ერთგულებასთან, თუნდაც
მამაკაცობასთან დაკავშირებით. ეხლა მართლმადიდებლობას განსხვავებით კათოლიციზმისა, მაინც აქვს დაქორწინების უფლება, ხო? რელიგიურ იერარქიას. მაგრამ კათოლიციზმში სრულიად აკრძალულია, წარმოიდგენიათ და დამახინჯებულია ბიბლიური მითითება. ესეც ერთ-ერთი ალბათ ნიშანი არის იმისი, რითი განსხვავდება პროტესტანტიზმი კათოლიციზმისაგან. მოდით ახლა მოусმინოთ პიროვნებას, შეგიძლიათ მისი ფოტო ნახოთ სურათზე, ჯოშ სიტო, რომელიც ამ კითხვას სვავს. და ხშირად ეს კითხვა ალბათ უფრო მოსდით თავში, ალბათ ემიგრანტებს და ეს პიროვნებაც ეთყობა, რომ ემიგრანტია. ანგლოსაქსებში იშვიათად მინახია, იმიტომ რომ მათ უკვე ბავშვობიდან აქვთ გაზრდილები არიან და მათ კარგად აქვთ შერიგებული, მაგრამ როცა ემიგრანტი, პიროვნება, რომელსაც ალბათ შეიძლება კათოლიკური წარსული ქონდეს, შეიძლება მართლმადიდებლური, ცოტა დაბნეულები არიან ამ საკითხთან დაკავშირებით. როგორც მე ვიყავი თავის დროზე დაბნეული, იმიტომ რომ მისაბაძად მე არ მიმაჩნდა, გესმით, ეს თვისებები და ჩემთვის გაუგებარი იყო, სანამ არ ამიხსნეს კარგად, თუ რას ნიშნავდა, როცა ვიღაცა ერთ ლოყაში გაგარტყავს, რომ მეორე მიუშვირო. და მე პირდაპირ მესმოდა ეს. და ეს ახლა ქართველი მამაკაცისათვის ცოტა გაუგებარი რამეა. და როცა შენ წიხლავ, დაუშვათ ისეთ რაღაცას, როცა ლაპარაკია ხო პასუხისგაცემაზე, საკუთარი თავის დაცვაზე, ცოტა არ იყოს მერე იბნევი. დაბნეული ადამიანი კიდევ უკვე იცით, რომ ცოტათი არ არის მოსაწონი და მისაბაძი. გამარჯობათ, პასტორ ჯონ, მე ჯოშ სიტო მქვია, ჩემი კითხვა ეხება იმას, რომ ჩვენ როგორც მამაკაცები ბუნებით ზარმაცები ვართ. ყოველთვის გვინდა სულიერი გზის არჩევა, რომელიც უმცირეს წინააღმდეგობას მოითხოვს. ჩემი კითხვაა, ჩვენ როგორც ადამიანებს გვაქვს ჩვენი სულიერი მოვალეობები? ჩვენ არ შეგვიძლია ვიყოთ ზარმაცები ამ საკითხებში. ჩვენ უნდა ვიყოთ სულიერი ლიდერები. რას გვირჩევდით და რას მოგცემდით მითითებას, თუ როგორ შეგვიძლია ამის მიღწევა? ჯონ მაკარტური პასუხობს. იცით რომ ამ გზაზე ძალიან ბევრი ნაბიჯებია გასავლელი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი მარტივ პრინციპამდე დაიყვანება. რომელთა წელს მე-11 თავში, პავლემ ჩამოაყალიბა პრინციპი. უკაცრავად კორინთელთა 11-ში. თვითონ ჯონ მაკარტურმა ლაფსუსი გაატარა, ასე რომ მე არ შემშლია ეს ბატონ ჯონმა, რომ კორინთელთა მე-11-ში. და ეს არის შემდეგი. მომბაძეთ მე ისე, როგორც მე ვბაძავ ქრისტეს. და წლების განმავლობაში მე ვცდილობდი ქრისტეს განდიდებას. გითხარით, რომ ჩვენ იონეს სახარება გავიარეთ. ჩვენ გავიარეთ მათეს სახარება, მარკოსი, ლუკა. და ადრეულ წლებში იცით, რომ ჩვენ ეს იონეს სახარება თლიანად გავიარეთ. ეხლა უკვე ვიმეორებთ ამას. ამ 21 საუკუნეში. ეხლა რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? მე ყველა ნაირად ჩემი თავარი მიზანი იყო, რომ თქვენ მსმენელებს, ჩემს მრევლს დაგენახათ იესო ქრისტე სახარებაში. თქვენ უნდა დაინახოთ იგი მთელი მისი სისრულით, მისი სილამაზით, მთელი მისი ბრწყინვალებით და მთელი მისი დიდებით. თქვენ უნდა აღიქვათ იგი როგორც ღმერთკაცი, რომელიც ცხოვრობს ამ მიწიერ წუთი სოფელში, რადგან ის უნდა გახდეს თქვენი მაგალითი. ამგვარად საქმე შემდგომში მდგომარეობს. და ეს არ არის რაღაცა ფორმულა. მე გავიზარდა, იცით, იმ დროში, როცა პატარა ვიყავი ეკლესიურ წრეში, სადაც არსებობდა უამრავი პატარა ფორმულები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გამხდარიყავი სულიერი, როგორ უნდა გამხდარიყავი ლიდერი. შეგიძლიათ წაიკითხოთ ყველა ეს უსარგებლო რაღაცა, თუნდაც ეს ველური გულის შესახებ, ხო? იცით, რომ წახვიდეთ მთებში, მოკლათ რაღაცა ცხოველი ინადიროთ, იცხოვროთ სადღაც უდაბნოში. თითქოს და ეს გაქცევთ თქვენ კაცად, მამაკაცად. არადა ეს საერთოდ არ გაქცევთ თქვენ კაცად. რა თქმა უნდა, ღვთისმოზავ ადამიანად არ გაქცევთ საკუთარი თავის ასე იზოლირება სამყაროდან. რაც თქვენ კაცად გაქცევთ, ლიდერად, არის ქრისტეს მსგავსად გადაქცევა და მის მსგავსად ყოფნა. ის არის სრულყოფილება იმისა, თუ რას ნიშნავს იყო ნამდვილი მამაკაცი. ის ასევე არის სრულყოფილება იმისა,
თუ რას ნიშნავს იყო ღმერთის ერთგული. ის არის სრულყოფილება იმისა, თუ რას ნიშნავს იყო ლიდერი, ნამდვილი სულიერი ლიდერი, უნაკლო შეუბრალავი ცხოვრებით. ამიტომ თქვენი პირველი მიზანია იყოთ ქრისტეს მსგავსი და პავლე ამბობს ამას. მომდიეთ მე იყავით ჩემი მიმდევრები, როგორც მე ვარ ქრისტესი. ასე რომ საქმე მარტივად არის, შეისწავლეთ იესო ქრისტეს პიროვნება, გაიცანეთ ქრისტე, შეიყვარეთ ის და მიბაძეთ მას. სწორედ ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ პავლემ თავის ცხოვრებისეული გზა გაიარა და თქვა, რათა შევიცნო იგი, მისი მთავარი მიზანი იყო მისი შეცნობა. ვიცნობდე მას, გავიცნო ის. ამას ამბობდა პავლე. და არ ამგონია, რომ ოდესმე თქვენ სრულიად შეძლოთ ქრისტეს შესახებ მთლიანად მისი შემეცნება და მისი სიყვარულის გაგება, მაგრამ ეს უნდა იყოს თქვენი მიზანი, სწრაფვა. ეს ჩვენ გავხსოვთ რამდენიმე კვირის წინ ვთქვით, როცა ვადარებდით პეტრეს და იუდას. გახსოვთ ეს, ხომ? და რაც მათ აშორებდა, იცით რომ ორივემ უღალატა ქრისტეს. ორივე შეცდა, ორივე დაეცა. რაც მათ აშორებდა, ეს იყო პეტრეს მიერ ქრისტეს სიყვარული. პეტრეს ძალიან უყვარდა ქრისტე. მისი სიყვარული ქრისტეს მიმართ იყო უდიდესი, რაც იუდას არ ქონდა. ასე რომ განავითარეთ ეს. განავითარეთ ეს ქრისტეს შეცნობით. და თქვენ მას გაიცნობთ ამ სიტყვაში, ამ ბიბლიაში, სადაც ის მოცემულია. და ეს არ არის მისტიკური. ეს არ არის მის შესახებ ყველაფრის ცოდნა, რისი გაგებად შეგიძლიათ მის სიტყვაში. ახლა მივიღე მე უფლება წიგნის გამოცემაზე ნებართვა გამომცემლობიდან, რომლისათვისაც მე ძალიან მადლიერი ვარ. და ყოველთვის მინდოდა ამის გაკეთება. და მას დავარქვი მე ესე, ერთი სრულყოფილი ცხოვრება, უფალი იესოს სრული ისტორია. და ეს არის სახარებების შერეული ჰარმონია. თქვენ შეგიძლიათ გადაშალოთ ის და წაიკითხოთ 4 სახარების ჰარმონია ერთად. ქრისტეს ისტორია, მისი შერეული თანმიმდევრობით, სრული ისტორია. ტიპიური ჰარმონიები სვეტებშია იცით მოქცეული, ხო? და შეგიძლიათ ეს პარალელები ერთად ნახოთ. რა თქვა მათემ, რა თქვა მარკოსმა, რა თქვა ლუკამ და რა თქვა იოანემ სიტყვებში. მაგრამ ეს წიგნი მე რაც გავაკეთე, ეს ყველაფერი ერთ ისტორიაში გაერთიანებული, რომელსაც თქვენ მოთხრობასავით წაიკითხავთ. და მე მას მუდმივად ვკითხულობ. რატომ? იმიტომ რომ ვერასდროს ვერ ვძღები ქრისტეს დიდებულებით ყოველ მომენტში, ცხოვრებისეულ ყველა დეტალში, რომელსაც ის აწყდება. ამიტომ ფიქრობ, რაც უფრო მეტად გავარ მე და ვემსგავსები ქრისტეს, მით უკეთესი ადამიანი ვხდები, მით უკეთესი ლიდერი ვარ და მით უკეთესი მოწაფე ვარ. აი რა არის ჩემთვის გასაღები. ძალიან კარგი კითხვა, მადლობა ამ კითხვისათვის.